ტელეკომპანია ფორმულა სოციალური მედიის ჟურნალისტ ცირა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გზის გადაკეტვის ბრალდებით. ცირა ჟვანია დღის მეორე ნახევარში დააკავეს საცხოვრებელ სახლთან, მასთან მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ის მოგვიანებით სასამართლოში გადმოიყვანეს პროცესზე. ეს არის ტელეკომპანია ფორმულას უკვე მესამე თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციული წესით გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით არის დაკავებული. მიმდინარე პროცესებსა და ჟურნალისტების დაკავებას ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლის განცხადების თანახმადაც ნათქვამია, რომ დაკავებების სერია აჩენს რომ ტელეკომპანია ფორმულა მიზანშია ამოღებული და ქართული ოცნების ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხება და აქ არის ნახსენები ის საქმეები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში განიხილებოდა ტელეკომპანია ფორმულა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს არის ვახოსანაირად დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ასევე ქეთა ციცქიშვილი დღის გადაცემის წამყვანი, ორივე მათგანი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით ქართული ოცნება ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს. როგორც ქარტია განმარტავს, ქართულმა ოცნებამ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასადგმად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას. ასეთია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასება ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთ განცხადებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აუცილებს თავად ტელეკომპანია ფორმულა. ეს არის უკვე მესამე განცხადება ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით, რომ არხის შეფასებით მის თანამშრომლების დაკავებას ფორმულა განიხილავს მიზანმიმართულ ბრძოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობა არის და როგორც მედია საშუალება წერს, ქართული ოცნების ხელისუფლება იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას. ასეთია ტელეკომპანია ფორმულას შეფასება, მათ შორის ჟურნალისტის ცირა ჟვანიას დაკავებასთან დაკავშირებით. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ რამდენიმე პირს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლებიც 21 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორის არიან კახა მიქაია და კონსტანტინე მიქაია. კახა მიქაია არის ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ასევე მოძრაობა დაიცავი საქართველოს ყოფილი ლიდერი და წევრი. ორივე მათგანს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით. ასევე ცნობილია, რომ ვიდრე კახა მიქაიას დააკავებდნენ, ნუცა კაცრაძე Facebook-ზე აქვეყნებდა პირდაპირ ეთერს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც ის აცხადებდა, რომ მთელი დღის განმავლობაში კახა მიქაიას დაარაჯობდნენ მის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები, რომელსაც არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუმცა მოგვიანებით, როგორც გაირკვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს პოლიციის მანქანით კახა მიქაია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადმინისტრაციული წესით ასევე აღსანიშნავია, რომ არის დაკავებული მწერალი ბექა ქორხული. მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა მისმა ძმამ ლექსო ქორხულმა. ბექა ქორხულს ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეეფარდა 8 დღის ვადით, გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ მიიღო საქალაქო სასამართლომ. ასევე 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა სხვა პირებსაც, რომლებიც სამოქალაქო აქტივში აქტიურად არიან ჩართულები და მიმდინარე დემონსტრაციებში. ბექა ბაჩო კუციას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მოსამართლის გადაწყვეტილებით და ასევე დღეს 9 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა პარტია გირჩიმეტი თავისუფლების ყოფილ წევრს და სამოქალაქო აქტივისტს იმედა კლდიაშვილს. რამდენიმე საათის წინ სპეციალური ინფორმაცია გაავრცელა, პოსტი გაავრცელა სამოქალაქო აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშულმა, რომელიც შეეხება ვეფხია ბეროზაშვილის დაკავებას. ვეფხოს პროცესი გადაიდო 31 ოქტომბერს, დღეს ის თავისუფალია, თუმცა მანამდე, როგორც ელენე ქაიხოსროშვილი წერდა, სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და არ დაარიყინეს არავისთან და ვერაფერიც ვერ გაიგეს სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვა მოქალაქეებმა, მისმა მხარდამჭერებმა ვეფხია ბეროზაშვილის დაკავების შესახებ. ყოველ შემთხვევაში ბოლო ინფორმაცია, რაც სამოქალაქო აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა გაავრცელა, არის ის, რომ ის ამ დროისთვის არის თავისუფალი და თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით დაინიშნა უკვე 31 ოქტომბერს. დღესვე საქართველოს შინაგან სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ 14 პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით. ეს არის ბოლო ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც ძალოვანი უწყება აუცილებს.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან. მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდაღლებას წარმოადგენს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. ამასთან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილინენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან სამართალდამცველია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. ქალაქეთა ადმინისტრაციული წესით დაკავებებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აუცილებს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი, კერძოდ კი ამ შეფასებას და ამ განცხადებას აქვეყნებს ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი. მისი შეფასებით საქართველოში რეპრესიები სულ უფრო მწვავდება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს კონკრეტული შეზღუდვები, მათ შორის სამართლებრივი გზით, რათა დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს სცდება. მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს უხერხულობა, თუმცა, როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ეს არ ამართლებს საპროტესტო აქციის დაშლას ან მოქალაქეთა მასობრივ დაპატიმრებას. ასევე სპეციალურ განცხადებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათ შორის ჟურნალისტების პატიმრობასთან დაკავშირებით აქვეყნებს კიდევ ერთი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მკაცრად გმობენ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების ვახო სანაიასა და გეთა ციცქიშვილის დაკავებას და მიიჩნევენ, რომ ეს არის კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა და მიზანმიმართული შეტევა თავად ტელეკომპანია ფორმულას საქმიანობაზე, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით არის ერთ-ერთი ის კრიტიკული ხმა, რომელიც დარჩა დღეს საქართველოში და მის ჩახშობას ცდილობენ, როგორც ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს. მიმდინარე პროცესებს ასევე ეხმაურებიან მმართველ პოლიტიკურ გუნდში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ მიიჩნევს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან ჟურნალისტები ვახო სანაიას, გეთა ციცქიშვილს და მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ბათუმელებისა და გაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ის პარტაქტივად მოიხსენიებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით ნებისმიერი მცდელობა, როდესაც 50 ან 100 კაცი, როგორც ის ამბობს, კეტავს გზის სავალ ნაწილს, მით უმეტეს რუსთაველის გამზირზე, ეს არის კანონდარღვა და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ამას აქვს რეაგირება. მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავს, როგორ მოქმედებს ქართული ოცნების მიერ მიღებული და გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები. მე აქვე გეტყვით, რომ 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით და წინააღმდეგობის გარეშე მიიღო ქართულმა ოცნებამ ყველა ის ცვლილება, რომელიც უკვე ამოქმედდა, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით და სახის დაფარვის ბრალდებით მოქალაქეებს უკვე აღარ აჯარიმებენ, ჯარიმის კომპონენტი არის სრულად ამოღებული, უკვე არის 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული და განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის წესით დაიწყება საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რეციდივის შემთხვევაში კი 2 წლამდე პატიმრობას.